მოგესალმებით ყველას. მე მინდა გაჩვენოთ ჩვენი სასწავლო მოედანი. ჩვენი სასწავლო მოედანი იმყოფება რუსთავში, არის იდენტური ზუსტად რუსთავის საგამოცდო მოედნისა. პირველი ელემენტი, როგორც ხდება რუსთავის საგამოცდო მოედანზე, არის უკუსლით პარკირება. ჯამში გვაქვს 4 უკუსლით პარკირება და ამ 4-დან ერთ-ერთში ჩაგვაყენებინებს. თავად ინსპექტორი ირჩევს თუ რომელ ელემენტში ჩავაყენოთ. ჩვენთან ასევე მოსწავლეებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ დამოუკიდებლადაც მიაჩვიონ მარტო მართვას მანქანის. ახლა ამ მომენტში გადმოსული ვარ მანქანიდან და იდეალურად აკეთებს ჩემი მოსწავლე ყველაფერს. შემდეგი მეორე ელემენტი არის უკვე ზიგზაგი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოედანი ზუსტად იგივენაირად არის დახაზული, როგორც რუსთავის საგამოცდო მოედანზე გვხდება. მესამე და მეოთხე უკუსლით პარკირებაში, ეგრეთ წოდებულ გარაჟში, რომ ხაზის შუაში უნდა მოვაქციოთ, ჩვენც მსგავსად გვაქვს გაკეთებული. მიმართულებებით ზუსტად იგივენაირად გვაქვს, ანუ რა მიმართულებებითაც დავდივართ რუსთავის საგამოცდო მოედანზე, იგივე მიმართულებით დავდივართ ჩემთანაც და არის იდენტური ერთ-ერთში, ანუ იქ უკვე გამოცდაზე რო ახვალთ, უკვე წარმოდგენა გექნებათ ერთ-ერთში. აღარ დაიბნევით. მესამე ელემენტი არის მიმართულების შეცვლა. მეოთხე ელემენტი არის რვიანი. რვიანში განაპირა ჯოხებთან უნდა ვიაროთ ახლოს, რომ შუაში შიდა ჯოხებს არ დავეჯახოთ, ან ხაზს არ გადაუვაროთ. მეხუთე ელემენტი არის უკვე აღმართი. აღმართზე რომ ავალთ, მაღლა სტოპთან ჩერდებით და შემდეგ ვიწყებთ გადასვლას. მეექვსე ელემენტი არის უკვე ბოლო ელემენტი, პარალელური პარკირება. ჯამში იქნება 3 პარალელური პარკირება, ამათგან ერთ-ერთში ჩაგვაყენებინებს. თითოეულ ელემენტზე გვაქვს 2-2 წუთი დრო და ყველა 6 ელემენტს ვაკეთებთ თითოჯერ. ეს არის იდეალურად ჩაყენებული პარალელურ პარკინგში ავტომობილი. მობრძანდით ჩემთან ჩასაწერად მითითებულ ნომერზე აღწერაში. ჩემთან ინდივიდუალურად ყველანაირად მოსწავლეებს ვუდგები ინდივიდუალურად, რაზეც უჭირთ კონკრეტულად იმაზე უფრო მეც ვავარჯიშებ ხოლმე. ასე დამოუკიდებლადაც ვაძლევ საშუალებას, რომ მართონ მანქანა. გისურვებ წარმატებებს.